არ გაყიდოდნენ საქართველოს ხვალ რუსეთში გაიღვიძე მე როგორ შეიძლება რუსულ რეჟიმს თავი დავუხარო დღეს მე დადათუნა მოგიყვებით თუ რა ხდება ბათუმში და რა პრობლემის აწყდებიან ბათუმელები. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში, თან გავიგოთ ბაზარში რა ფასებია, ვიყიდით თუ არა 9 კილოგრამ ხორცს 10 ლარად და გავიგებთ ფასები ადგილობრივებზე გაფლილი თუ ტურისტებზე. არის მუშაობა, გაქვთ შემოსავალი? და ნაკლები. აი ბათუმი რო იზრდება და შენდება იმის ხარჯზე, თქვენ შემოსავალი თუ გემატებათ? არა. ლამაზად ილაპარაკე ენაში გიჩალოს. რუსეთიდან ახალ ჩამობრძანებული ხართ? ლამაზად რუსული არ გურიო. უკან მივდივარ. წინ არ მივდივარ. ეს არის სახელმწიფოს ბრალ. არის უყურადღებობა ახალგაზრდების მიმართ მაინც. არის უყურადღებობა ძალიან. არის ბევრი ნარკომანი. მასწავლებლების დაფასება უნდა იყოს, ექიმის დაფასება უნდა იყოს, სამომყოფოში ავამყოფს მიყვან და შიშის კანკალით უნდა იყო, რომ არ გარდაიცვალოს. მისი ფეხით შემოა გამეიყვან შავი ფორმით. ეს არა, ესა დაუშვებელი ყველანაირად. ახალგაზრდა დაიძინებს, ვერ გამიღვიძებ. ისი ბრალია. არის სწავლობის ბრალი. შემოიტან ამდენი ნარკოტიკი, შემოიტან ამდენი რამე უბედურობა და ამას კი არ აქცევენ ყურადღებას. იმას დაასდევენ აქციაზე, ვინდგანად ის დაიჭირონ და ჩასვან უდანაშაულო ბავშვები, რომელიც წინააღმდეგი არიან, რომლებიც არ მოსწონს ეს სახელმწიფო და ამისად თუ არ მიეხედა ხმამაღლა თქვი, იმაზე გჯია. ეს რომ არ იყოს დასჯა, ასე რომ ახალგაზრდებს კონდეს თავისუფლება და ილაპარაკონ, ამიტომ იყოს თავისუფლება ახალგაზრდებს. ბათუმში ვარ და არ შეიძლება რო არ ვახსენოთ მზია ამაღლობელი. აუცილებლად მზია ამაღლობელი ზის ტყილა. სილის გაწნაზე, როგორი ვაშკაციც არ უნდა იყო, გინდა თანამდებობა იყავი და გინდა დაბალენთა იყავი ფენის ადამიანი. სილის გაწნაზე არანაირი იგი არ უნდა იყოს. რა უნდა მოხდეს რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა? თავრობა უნდა შეიცვალოს. თავრობის შეცვლას აზრიერად გადაწყვეტა იცი. ეცი თავრობას იმანას თუ ჯიპი არ გეიმაგრა, ისე ჩვენ არ მოგხედავს. 14 წელია უკვე არის ეს თავრობა. რა გააკეთა? ქარხანა მე თუ არ ვიშნო მე დაგერ არ გამოვედა არ გავყიდე ვინმე არ ვკითხულობს აქა უპატრონოსავეთ საღამოს დაცვა დაგკვეტავს დილას მოვალ გიგვიხსნი შემოვალ ჩვენებულად წვრებივით წავდივართ მოვდივართ ერთი ჯიქაზუგდე მე უფრო ვილაპარაკე დაპირებები საარჩევნო დრო მოდიან და დაპირებებს გასცემენ ის დაპირებები დაპირებად რჩება თუ ასრულებენ იმ დაპირებებს ახლა მე რას გეტყვიცი დაპირებები მე გარადოქში ვცხოვრობ ხიდი მაგალითად ამ წუთში რომ გარადოგის ხიდთან ახვიდეთ ამ წუთში ადით და დავდივართ სხვა რაფებით ვწვალობთ ხან ტაქსია ხან ბაღანას ურეკავრო მომაკითხე წვიმაში ხო და ხიდი არ არის 1 წელია და როდის გავაკეთებთ რასავენ? ესნა გეუმარჯოთო ტენდერემაო და გავაკეთებთ ტრაქტორები მევყვაით მაგრამო რა ცხაო და რა ვიცი რა ცხას გვაყვილებ რას გვაყვილებ რა ვიცი საწამლად საჭმევენ ყველს ხო და ნატურალური ყველს არაძლევენ საშუალებას გლეხმა რომ ეკაყიდოს ვის გამო დაგაჯერიმე 1500 ლარი რას გამო დამაჯარიმებ და რატო გახარ აკარი რატო მეტლახებში არ გახარ რატო მაციმრები არ გიწვია და ადამიანი რომ მოდის შვილო დასაჯარიმებლად იმას მეტლახში ზიხარ შედუ მოგიში წევხარ ის არ აინტერესებს იგი მოგინახავს შარს იმისანას რომ ასია თუ ისია ყოველთვის ასე გაგიკეთებს. ანუ ფიქრიათ რომ ხელი შეეწყო თქვენთვის ამ ხელი შეეწყოგერა ჯოხები მაგაგერშვილო ორი ჯოხიდან ჩამოგიდებული. ხო და თხოვე რომ არ დამაჯარიმო შვილზე გამწერებულდი და ვარ ვთხარ 47 წლის შვილი მიწაში მიწევს. დედა ჩემსაც კი მოუკვდა შვილი მარა ცოცხალიო მაგეთ არ მოვკვდები შენო მე მითხრა 20 ლარი არ გეიმეტენ პენსიის ფული ხალხის დასამატებლად რო დემატებიათ ყავს 20 ლარი ხო და თვითონ 15000 ლარი გეიხადენ დამატებული ხელფასი კი არ ყოფილien შვილო არაფერი და ჭამოსკენ სანამ არ გაუსკდებიან მუცელი ჭამოსკენ და გამოსავალს ას ფიქრობ თქვენ აი როგორ უნდა გამოსავალ არავითარ შემთხვევაში არ იქნება შვილო გამოსავალ უარესად თუ წაწყდება საქართველოს თუ რა
საქართველოს კაი არ ემართება იმდენი საზღვარგარეთის ხალხია შემოყრილი და ვინ ვერ გაარჩევ რუსია, ქართველია, თათარია, ოსმალია, ალიბაბაა თუ სემიჩკა. რა თუ უნდა ბიჭო თათრები და ოსმალები და ყირგიზები რომელიც საქართველოს წმინდავდა და კლავდა და ასახიჭრებდა. იმისანა ხალხი რო შემოასახლენ ფულის გულიზა რა უნდა ელაპარაკო ამისა რაღაც. აიგერ ვაჭრობდი და იქიდანაც ამაგდეს. არ შეიძლება ვაჭრობაო. გარე პრობლემა ხო გარე ვაჭრობაზე. დაგიძე როქსუ. და თუ მიმართეთ ნებართვასთან დაკავშირებით ნებართვასთან მოხვალ და მე ვარ უფროსი და მე არ მოგხსენ ნებართვას. საერთოდ არ აინტერესებდა. და გამოსავალს არ შეხედავთ თქვენ. არაფერში. წევდნენ დაითაურობა და всё. აი თუ ფასდება გლეხის შრომა. არ ფასდება. ნამდვილად არ ფასდება. ნულისტულია გლეხის მუშაობა. გლეხი იძულებულია უბრალოდ რაც რომ მოყავს ისიც აღარ მოიყვანოს და თავრობაში ჭკვიანი კაცი არ არის. რომ გლეხისკენ რამე ითქვას და გლეხით მაყოფილი იყოს. ნააბაროდ, რასაც შოულობს გლეხი იმის წარსულზე ფიქრობენ. ხორცი 40-35 ლარი როის ხილდა. 10 ლარი ღირსო ხორციო და ვერ. ვინ უთხრა 10 ლარი? ყობახიძემ თქვა. ყობახიძემ აქ ფული და იმიტომ მისთვის 100 ლარი 10 ლარია. ხო და რა უნდა მოხდეს მერე? ჩვენც რო ფული გქონდეს. გაჭირებული ხალხს უნდა დაეხმაროს ეს ყობახიძე. ხო და ეს ყობახიძე მე თვითონ ვარ ოცნების ადამიანი, კი? 13 წელია ოცნებაში ვარ და ინვალიდის შვილის პატრონი ვარ. იმ პენსიონერის ხალი ვარ და აქან ბაზარში ვალაგებ რომ ვინის ფული გედევხარ. თვითონ უჭერთ ხარს ქართულ ოცნებას. გაჭირება მაქვს. მე ორცების ხარი ვარ. ამომრჩეველი ხარ. რაზე იცი? დაპირდე ბინაზე, მე ყოველ წელში აზრდებ ხმა და არაფერი არ გამოდის. ბიჭი არის დაპირება დარჩა. არაფერი არ გამოდის აგენითად. მაგრამ პროდუქტი გაძვირდა, არ ამბობს ეს გაჭირვებული ხალხი რა უნდა ჭამოს. მაგრამ თქვენ გაქვთ იმედი რომ მაინც მოგცემენ ბინას და აძლევთ ხმას. აძლევ და მე რამდენი წელი გპირდებიან ბინას მოგცემთ? რამდენი წელია რაფერ დაждენ აგენი? 13-14 წელია. 14 წელია ხმას აძლევთ. განცხადებას დავწერებ მე და პასუხი შენ რო იმაში ხარ შესული ქსელში. ქსელში რო ხარ შესული ერთი კომისია არ უნდა მევიდე სახში ნახო რაფერ ცხოვრო. ამ ყველაფრის მე კიდევ ვაპირებ რომ ქართულ ოცნებას მისცეთ ხმა? 28 წელში რო 28 წლამდე არ მოგცემენ მე სახკარი და არ მოგცემ ხმა. გაჩერდება აგენის ყველაფერი. მე თვითონ ადგები ფეხზე. ბევრი ელოდება თქვენი ნაცნობი ბინას? ბევრი ელოდება, და არ აძლევენ არავის. არავის არაფერი სოციალი მიმის, ხელვაჩაუში ოცნების სახლია. სოფლებში 2-3 ბინა, ხალხს იგენ სახლი მოგცემ, ვიზუ სახკარო იმგენს არაფერი კურაცხებას არ აძლევენ. რაზე არა? სამართალი სადოა. ბანკაზებში შედი რა ფასებია. ლარი 20 ლარი 10 პური რო ის ქონდა. 80-90 ლარი კაპეკი ქონდა პური. იმ 30 კაპეკი ჩემთვის ფულია. სამართალი უნდა გააკეთოს ამ ოცნება. სამართალი არ იქნება, всё. საქმე დასულია. ახლარად რა ხორცყება. მაყოფილი ხარ დამთავრდა. მაყოფილი ვარ ჩვენ ამთავრდა. აი ამბობენ რომ ყველაფერი კარგად არის, ქვეყანა შემდებაო, ეკონომიკა იზრდებაო. თქვენ თუ დაგეთხოთ ეს კეთილდღეობა, თქვენზე თუ აისახება. ჩვენზე რა ვიცი, რასაც ვაკეთებდით, იმას ვაკეთებ ჩვენ აქ. აი ზაღან ახსენეთ კმაყოფილი ვარო და მაინც რითი ხართ კმაყოფილი რო გითხრათ? მუშაობ ახლა დღეში 60-70 და ვაკეთებ და ამის. აი ეს თქვენ ხარჯზე ხართ კმაყოფილი და ისე ხელისუფლების მხრიდან თუ რამ გამოკვეთილად რამე კმაყოფილება თუ გაქვთ? ხელისუფლების მხრიდან კმაყოფილი ვარ. შვიდობა ქუჩაში, ხურდობა არ არის, ყაჩაღობა არ არის. პენსია თუ ყოფილი. პენსიაში დამოყოს 300 ლარი იმას მინდა წამლებში. ფეხი გაწვრილი მაქვს ვერ ხედა. დაგეხმარათ ვინმე შეღავათი ხომათ რამე? ხადა მინდა დაგეხმარა. არა გათმიდონ, დავატყობოს მქვა ვითომ პენსიონერი 2 მაქსიმალ მინდა რა ვიცი. რა არის გამოსავალი ბებო? რა არის გეტკინება სიგდილამდე მითხრეს და? სიგდილამდე ასე არ ამფეხითო. რა ვქნა სხვა? ხან გავწდი, ხან მოვწდი და ამფერია ცხოვრება ჩემთვისაც. იყიდება თუ არა?
არა, ნაკლებად შემოდის. რა არის ამის მიზეზი? და გაჭირდება მე ხალხის არაფერი საშუალება რო იყიდო. რითი შეიძლება ბებო რომ ეს შეიცვალოს ეს გაჭირვება? რაც შეიძლება ბებო ახლა პირობები უნდა გავუკეთო თავრობიდან მოდიოდეს უნდა რამე რამ გამოიწვია ეს პრობლემები ზოგადად? დაპირება იყო რომ უფასო ფული იქნებაო, ბევრი ფული იქნებაო და ყველა კარგად იცხოვრებსო. არა ბებო. სისულელე მე მაგალითად დაიმთავრობდი, მან ყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე მშვიდობა არის. ხო და მე ყველაზე მეტად მაგი მაინტერესებს. კიდევ ერთი ხართ მაყოფილი ფილების გადამთავრების. რაც რა თავისუფლება გვაქვს, მუშაობ, მშიერი არა ვარ და არა ვარ უკმაყოფილო, ნამდვილად არა ვარ. ბებო, თბილისში თუ ხედავთ რა ხდება, აი პასპორტი. თბილისში ცხოვრობენ ჩემები კიდე. აი ახალგაზრდები რო არიან დაჭერილი ციხეში რო ზიან. აი თქვენიას უნდა იჯდნენ ის ხალხი ციხეში. მზიამაღლობელი ბათუმში ვარ. მზიამაღლობელი იყო. ბებო, მოდი ერთი გაგარტყავ ახლა მე შენ და ნუ დამიჭირენ მე. არ დაგიჭერენ. რატო არ დამიჭერ ბებო? კანონია ბებო, რას ქვია, მაი როგორ შეიძლება ახლა? არ თვალისწინებს შელის გაწნაზე. რას ლაპარაკობ ბებო? ისედაც კაცები ვარ და ეგ გავიზარდე ჩვენი ადაწესები ეგ არის კი ბატონო, ვიცი, რომ სული დაგულით ქართველი ხარ, მაგრამ რატომ უნდა გავიყოთ? რატომ არიან იგენი რო არიან გასული და გებიან და ანგრევენ? მოგეწონა, მე რო ვხედავ, რა ვიცი, მე მაგაზე მაგ იმედზე ჩართული. რო ვხედავ დალეწილს, დაოხრეულს, ხო, მე გული მტკივა. ბებო, აი ხო, რატო მაგალითად. მარტო იმეც უყურებ ბებო? სპარხს ამდენსაც მოვასწრებ, მაგრამ სხვა ყურებას რა აზრი აქვს? იდანტროვილი სხვაგან არ იქნება? რეზო კიკნაძე ფურსლის როლის გამო არის დაჭერილი. და თუ აჩვენებენ მაგალითად იმეზე, როდესაც დავით ქაცარავა. ხო. როგორ გაიმეტეს თუ გაქვს ნანახი მისი ფოტო. ჟურნალისტები მაკაჩიხლაძე როგორ დაესხნენ თავს? მაკაჩიხლაძე ტელევიზორზე ვარ მე. დიახ, ჟურნალისტ შენიღბული ადამიანები უკნიდან მიეყვანენ კაცები და სასტიკად გაუსწორდნენ. კი, მართალია. ოღონდ ეს ხალხი არ დაჟია. ორი შვილი და იმ დროს იყო სტუდენტები, ორივე, ერთი სამედიცინოზე სწავლობდა ვაჟაზე და მეორე მაშინ რა ქვია, ესეოში სწავლობდა იურიდიულში. მარტო ჩემი გოგო იყო უნივერსიტეტში. იმ დროს ყველა გამოსულიყო იმაზე აქციაზე. ეს პრობლემაა თუ არა? არ არის პრობლემა. შენ ბებო რო სწავლობ, შენ უნდა საისწავლო. იქ რაც საჭიროა, იგი უნდა გააკეთოს იმან, ვისაც იგი ესაჭიროება. ახალგაზრდებმა თუ არ დავიცავით ეს ქვეყანა? ახალგაზრდებისა აი ქვეყანა ყველაფრად ისწავლე, იყავი. ნუ იმას იზავ, ნუ გააკეთებ ცულს. შენი საქმეზე როზი ხარ შენ, ბავშვები გამოყავდნენ იმაზე, აქციაზე. შენი საქმე აკეთე, შენ მე ჩემი საქმეს ვაკეთებ და ყველაფერი გაგვიყვარდეს ერთმანეთს გიაფთავა. სტუდენტები უსამართლობის გზნობა მხარ გაიყვანა ქუჩაში თქვენი აზრით. უსამართლობის გზნობა მხარ გაიყვანა ეს სტუდენტები აუდიტორიებიდან. მომისვინებებო, მაგი ქუჩაში გაყვანაზე იქანა ბებო, იმისა კი არ გამოსულ არიან, მაგენი გამოვიდნენ ერთი მხარე დასაჭერად, მაგრამ რო გეკითხა, რა იზაიყვენ წასულები და გასულები 200 ფული მიცენ, ახლა მე რომელიც ვიცი. და წეიყვანენ მანქანებით, ხო? იგენს ბებო რო შეეკითხო, რატო ხარ აქანე, იმასაც ვერ გეტყვიან. იმნაირი ხალხიც იყო იქ. ამას იმედზე ისმენ. მე რატო არ გავედი? ამას იმედზე ისმენ, ხო? იმედზე გარავთ, ყველაფერს ვხედავ, ბებო, ჩემი ყიდა ჩვენ მკრილი ხდება ყველაფერი, მაგი რაც არის. მე ვარ კომუნისტობის დროს, ბებო, და მაშინ იყო ცხოვრება და ეხლა ბებო არის სატანა. ჩემი ძმა, ჩემი იგია ოპოზიცია, ჩემი ძმა ერთ წელში ვიყავით და მე მიწევს ოპოზიციას. სტალინსაც აგინებს. სტალინს რო შეაგინებს ადამიანი, მე სტალინის იდეით გაზრდილი ვარ. იმას ადამიანი თუ ქვია. გინდა ჩემი ძმა იყოს, გინდა შენ და გინდა მე. მე რომ მოვლენ ბებო და ხელებზე პორკილის დამადობენ და წამიყვანებენ, მაშინ ვიტყვი რომ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობ. ბებო, გალახვიზარ არ დაგიჭერონ. დაანტურიე კედელი არ დაგიჭირონ. დესხი თავზე არ დაგიჭირონ. აბა რა იზავდა დაგიჭირონ ვითხარი. ახლა შენ ვინ დაგიჭერს აგერბოსული ლამაზად. მარინა ვლაპარაკო. აცალე ვიცი ვლაპარაკობ. აქციაზე რომ არიან ბიჭები დაჭერილი აქციის. ხო. მართლები არიან? რომ არ დაიჭირო მარინა იგი და რომ არ მიმასკნა რა ქვია გააკონტროლო. საქართველოს რო ლაპარაკობს ამერიკა და იგი იქ როგორ იჭირავენ მილიციაზე ძალადობას. იყიდება თუ არა თქვენი პროდუქტი და ყიდულობს თუ არა ხალხი? აქვს თუ არა ხალხს საშუალება ამის? ყიდულობს რუსი, ჩვენი ხალხი არის. რატო არ ყიდულობს ჩვენი ხალხი? მე რა ვიცი. არა, ფული არ ყიდულობს. აწერია ხმელი ქინგს და შემდეგ აწერია რუსულად.
ეს რუსულად რატომ აწერია? პირველად ხედავთ რუსულად წარწერა? არა, ხოლმე მრავლად ხედავ ამ ბაზარში. იმიტომ ტურისტების გამო? ხო, ვინც ყიდულობს ის აწერია. საკრებულოდან, მერიდან თუ ვონე მოდის და ინტერესდება თქვენი გაჭირვებით, როგორ ხართ, რა გჭირდება? გაგახარ აღმერთი. მართლა გაჭირვებულს არ ეხმარებია. არავინ არ მოდის? რატო? ვინმე სახმარება ჯერ არ ვქონეთ. ნულზეა ყველაფერი. და ის მაღალ დონეზეა საქართველოს. რა არის გამოსავალი? შეიცვალოს და ახალი წყობა და ჩამოყალიბდეს. აგერ გეტყვიან ეს არის შავი და დიდი მტკიცენ და აგი არის ინამდვილეში თეთრი. დიდი მტკიცენ მე მიმტკიცեմ შავია, მე ვეუბნები თეთრია, მაგრამ სამართალი არის? სიკლავ მაინც შავია, ეს აცხოვრება. არის სამართალი? არ არის. არ არის სამართალი. მარტო ფული უნდებიან, მეტი არაფერი არ უნდებიან, მაგრამ